ზოოპარკში ყოფილ ხარ ნინი? კი, ხოთაშორის, კი, აი გეტყვი ზუსტად როდის? 4 შაბათს. 4 შაბათს ვიყავი ზოოპარკში. გასულ, ეხლა გუშინ წინ ვიყავი ზოოპარკში. ხშირი სტუმარი ყოფილ ხარ? ხშირი არ ვიყავი, მაგრამ ბოლოს ეხლა ჩემ ნაცვლთან ერთად. რამე საინტერესო ხომ არ აღმოგიჩენია? აღმოჩნდა ეს რომ ძალიან ბევრი კარუსელია და ცოტა ცხოველი. მართლა? მაგრამ ჩვენ ცხოველები დავათვალიერეთ და აღრთვანებულები ვიყავით სპილოებით, პატარა და დიდი სპილოები. ზოოპარკში ვინ არ ყოფილა, მაგრამ ის, რასაც ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ, ნამდვილად აღმოჩენა იქნება ბევრი თქვენგანისთვის. ზოოპარკში ჩამწკრივებული ვოლიერების უკან პატარა ოთახში ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ოთახი ორად არის გაყოფილი. ერთ ნაწილში საძინებელია მოწყობილი. მეორე კი ერთდროულად სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ფუნქციას ასრულებს. ცოლს გულიკო ქვია, ქმარს მახო. გულიკომ 7 წლის წინ შრომის ბირჟიდან იპოვა სამსახური. ზოოპარკში იყო დამლაგებლის ადგილი. და ვიფიქრეთ, ცხოველები ძალიან მიყვარს მეთქი და მოდი ვიმუშავებ მეთქი. ეს მომლელების ოთახია. და გადავწყვიტეთ, რომ აქ ყოფილიყავი, ჩემი სახლი დავკეტე და წამოვედი ცხოველებთან, იმიტომ რომ ხშირად ბევრს ვფიქრობ და ცხოველებთან ურთიერთობა ჯობია ადამიანთან ურთიერთობას. მახოს ეზოს დასუფთავება ევალება და მტაცებლების მოვლა. ლომი რო დაიწყო და ღრიალს კარებში ვიყურებოდი, არ შემოვარდეს მეთქი. აი ეხლა შევდივარ ვოლიერებში. გულიკო კი გაღვიძებისთანავე ელექტროღუმეს რთავს და მაიმუნებისთვის საჭმელს ამზადებს. თან პროდუქტს ანაწილებს და აურიგებს ცხოველებს. ეს გიბონები სუპატარები იყვნენ გულიკოსთან რომ მიიყვანეს. ბავშვები თვითჩრებში ახლოვდა და საწოვარით აჭმევდა ფაფას. დღესაც ასმევს კისელს უკვე მოზრდილ მაუმს, პეპოს და ჩიტას. ზოოპარკში ყველაზე ბევრი პავიანების ჯიშის მაიმუნები ხართ. ემიკო ამ ოჯახის წევრია პავიანების. დედამის ეჭხუბა მამალმა ოჯახის უფროსმა და დაუზიანა ფეხი, კუდი. მე შემდეგ გამოვიყვანე ოჯახიდან და მკურნალო. უკვე კარგად არის. ეს ტასაცმელი ამიზომა ვერსად ვერ ვიპოვე და ძონძებში იქიდან მოვიტანე. გულიკო მხოლოდ მაიმუნებს არ უვლის. ყველა უდედოდ დარჩენილ ცხოველზე ზრუნვას მას ანდობენ. მან თავის ოთახში გაზარდა მგელი, ჯიხვი და ენოდი. ვფიქრობ, სად უნდა წავიყვანო ესენი, არა და ისეთი პატარები იყვნენ, რომ ამათი სხვა ოთახში დატოვება და მე აქეთ იქით მერბინე, ესეც არ შეიძლება და აქ უჯრები გამოვიღე, აქ ჯიხვი შევსვი. მეორე ადგილში ენოდი და მგლის ლეკვი ცოტა ეშმაკი იყო და ის ჩემთან მყავდა, ლოგინში მეწვინა. 3 დღის მერე ამ ჯიხმა უკვე დაიწყო ამოსვლა. ამოვიდოდა ზურგზე დამაჯდებოდა და თავში ფეხს მიკაკუნებდა. ეს ჩვევა აქ ჯიხვებში თავიანთ დედებს ასე უშვები. მე ჩვენ უფროსებს ვუთხარით, ან ოთახი მომეცით ან რაღაცა რომ თორე მაშინ კასკა დამჭირდება მეთქი. პატარა ბეჰემოტსაც ისულიდა. ბუნებრივ პირობებში ბეჰემოტებს ჩიტები უსუფთავებენ პირის ღრუს. თავის ბეჰეს კი გულიკო კბილის ჯაგრისით უხერხავდა კბილებს. მათ საოჯახო ალბომში ახლობლების სურათების გვერდით შეხვდებით კვერნის, ფისოს, ენოდის, გიბონის, ბეჰემოტის სურათებსაც. შვილები ჩვენ არ აფავს და მთელი ჩვენი დრო და სიყვარული ამათ ეკუთვნის. ალბათ ასე იყო საჭირო. ამათაც სჭირდებოდა პატრონი. დიდარი რო ვიყო და ბევრი ფული მქონდეს, თვითოულ ცხოველს წავიყვანდი თავის ქვეყანაში, რომელ ქვეყნიდანაც არიან და თავიანთ ჯუნგლებში, ტყეებში გავუშვებდი სათითაულოდ. გალიას არ დავაწესებდი. საღამოს როცა ნელა იწლება ზოოპარკი ხალხისაგან და ატრაქციონები ჩერდება, გულიკო და მახო ერთმანეთს უბრუნდებიან.